გამარჯობა ძვირფასო ტელემოხმარებლებო. დღეს არის 18 აპრილი და ჩვენი მორიგი გადაცემა გოლის სათბურებიდან. კი, ეს ახალი გადაცემა, მორიგი გადაცემა არის, მაგრამ აქ რაღაცა სიახლეს ჩვენ ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ როგორ მიმდინარეობს პროცესი. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ვაჩვენოთ მთელი ბიზნესის სრული ციკლი ამ ბიზნესის. რომ არავინ არ თქვას, რომ საქართველოში არის სოფლმეურნეობის პოტენციალი და არავინ არ თქვას, რომ ჩვენ უნდა ეს სოფლმეურნეობა შევეშვათ ხელი და რაღაცა სხვა ვაკეთოთ. არა, ჩვენ გვინდა რომ სოფლმეურნეობა განვითარდეს და აი კონკრეტული პროექტებით ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ეს მაგალითები. რა თქმა უნდა, ვიღაცა იტყვის, რომ ახლა კარგია ეს სათბური, მაგრამ რამდენი ინვესტიცია ჭირდება ამისთვის. კი ბატონო, ეს სიმართლე არის, მაგრამ აქ ჩვენ უნდა გამოვიდეთ არა რამდენი დაგვიჯდება ეს პირველადი ინვესტიცია. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, როგორც ჩვენ უზრუნველყოფთ რეალიზაცია მოყვანილი პროდუქტის. რა ფაზში, სად გაიყიდება ეს პროდუქტი, რა ხარისხის პროდუქტი უნდა იყოს და ბევრი შეკითხვები, რომელიც ჩვენ ყველა დღეს გავხსნით, ვაჩვენებთ დეტალებში და უპასუხებთ ყველა კითხვებზე. Ну, როგორც თქვი, ვათვალიერებთ პროცესის ვითარება და 18 აპრილს უკვე ორი თვე ჩვენ ვაკეთებთ ამ გადაცემებს მუდმივ რეჟიმში, დავიწყეთ ნულიდან, უკვე მცენარე აქტიურ ფაზაში ყვავილობს, უკვე მესამე, მეოთხე არის მტევნები ზოგიერთ მცენარეზე და პროცესი მიდის. ვასიკო საძაგლიშვილი ჩვენი პარტნიორი, ამ პროექტის ხელმძღვანელი და მინდა რომ ვასიკო თვითონ უკვე როგორც პროექტის მენეჯერი შეაფასოს მდგომარეობა. ყველაფერი გეგმით მიდის, მცენარესაც ეთქვა ზრდის კუთხით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნაკლები მზე გქონდა, ცუდი პერიოდი იყო, სიცივეები იყო, სიცივე სათბურში მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მზის ნაკლებობა იყო, მიუხედავად ამისა მცენარე ნორმალურად იზრდება, ეხლა უკვე რაც მზის აქტივობა გაიზრდება, მცენარის განვითარდება და ერთ თვეში მოსავალი გვექნება სავარაუდოდ, როგორც გეგმის მიხედვით მივდიოდით. შეიძლება ცოტა ადრეც კიდევაც. ტექნოლოგიურად ყველაფერი ნორმალურად არის, რაღაც ისეთი პრობლემები, გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს. სამუშაო პროცესია, რაღაცა კარგად მიდის, რაღაცას გამოსწორება უნდა, ეს ყველაფერი კეთდება. ყოველ შემთხვევაში ტექნოლოგიური ციკლი მიდის სრულფასოვნად. რეალიზაციაზე ორი სიტყვა, გეგმიური რეალიზაცია მოხდება საზღვარგარეთ, ექსპორტზე გავა აქედან მინიმუმ 80% ჩვენი ვარაუდით, 20% დარჩება საქართველოში და ეს 20% რაც დარჩება, ეს წავა ქსელებში, პირველ რიგში ჯიბეს მაღაზიებში, ანუ ეს შეფუთული პროდუქტი, მაღალი ხარისხის პროდუქტი იქნება, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უკვე ჯიბეს მაღაზიებში და ალბათ სხვა ქსელებშიც. Ну, ეს ნახოთ როგორ იქნება, რა მოცულობა დარჩება საქართველოში. მაგრამ პოტენციალი გვაქვს ძალიან დიდი. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი კონკურენცია არის მსოფლიოში, მაგრამ მაღალი ხარისხის პროდუქტი ყოველთვის ნახავს თავის გზას და მოხდა მაგის რეალიზაცია. ჯერჯერობით ეგ არის, მცენარე მუშაობს, პროცესი მიდიოდებს ძალიან კარგად. მომავალ შეხვედრამდე.